ცოტა რუსი გიდი, რომელიც შემოდის რუს ტურისტთან ერთად, მას უნდა გქონდეს სერტიფიკატი, მაგალითად, თქვენი ასოციაციის მიერ გაცემული? ან თქვენგან რაღაცა ფლობდეს ქართულ ენას. ხო, ანუ ორივე ერთად უნდა იყოს. ან თქვენი სერტიფიკატი ნიშნავს, აი რაღაც გამოცდა გაქვთ წინასწარ თეორიული მაგალითად და გვაქვს სპეციალური ტრენინგი. გამოცდილია თუ გამოუცდელია გიდი ყოველთვის გადის რაღაც გარკვეულ პერიოდის ტრენინგს, რომ იცოდეს რა მოეთხოვება გიდს, რისი უფლებები აქვს, რა შეიძლება და რა არ შეიძლება რომ გააკეთოს და თუ დაარღვევს რა პასუხისმგებლობა ეკისრება და შემდეგ აბარებს გამოცდას და თუ კარგად ჩააბარა გამოცდა, ეძლევა სერტიფიკატი, რომ ის არის სერტიფიცირებული გიდი. ჩვენი სერტიფიცირება ეყრდნობა მსოფლიო გამოცდილებას, ანუ არსებობს ისეთი ფედერაცია გიდების ასოციაციების, რომლის წევრიც ვართ ჩვენ. და იქ უკვე გაწერილი არის, აი როგორი უნდა იყოს გიდი, რა არის გიდის პროფესია. ეს უკვე თავის შეცდომებზე, გამოცდილებაზე, უკვე წლების განმავლობაში, როცა გაიარეს სხვადასხვა ქვეყნის გიდებმა, ჩამოაყალიბეს ერთგვარი ესე ვთქვათ, წესები, რაც ეხება გიდს, ვინ არის გიდი და ამის მიხედვით მივყვებით ჩვენს. ყოველთვის კავშირი გვაქვს ამ ეს შეიძლება ვიფიქროთ, რომ დააზღვევდა მათ შორის აი რუსი პროპაგანდისტების შემოსვლის რისკებსაც და ისინი ესე დააზღვევდა,